მოგესალმებით, აჭარა თაიმსი პირდაპირ ეთერში იწყებს მაუწყებლობას. ამჯერად ვიმყოფებით ქობულეთის მუნიციპალიტეტში, კერძოდ ეგრეთ წოდებული MTS-ის დასახლებაში, სადაც როგორც ხედავთ, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქ მცხოვრებლების ინფორმაციით ამ ტერიტორიაზე იგეგმება სპორტული კომპლექსის მშენებლობა. ადგილობრივების ნაწილი აცხადებს, საუბარია დაახლოებით 7 ოჯახზე, მათი ინფორმაციით მშენებლობისთვის შერჩეული ტერიტორია მათ საკუთრებას წარმოადგენს და სწორედ ამიტომ აქვთ პროტესტი ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. როგორც გითხარით, 7 ოჯახის მტკიცებით, მათ აქვთ საარქივო დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც დასტურდება, რომ დაახლოებით 3 ჰექტარამდე მიწის ტერიტორია წარმოადგენს მათ საკუთრებას და სწორედ ამიტომ ამ გადაწყვეტილებას ისინი ეწინააღმდეგებიან და ჩვენ პრინციპში შეგვიძლია აქ მყოფი ადამიანების მოსაზრებები მოვისმინოთ, რომლებიც თავიანთ არგუმენტაციას წარმოუდგენენ პროექტის განმახორციელებელ უწყებას და იტყვიან თუ რა ტიპის დოკუმენტაცია გააჩნიათ მათ და რატომ შეეწინააღმდეგებიან ისინი ამ გადაწყვეტილებას. მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ვართ. გითხარით თქვენი შეკრების მიზეზი რა არის დღეს აქ? რისთვის იმყოფებით? მე გარდა იმისა, რომ მაყურებელს ავუხსენი, რომ თქვენ გაქვთ პრეტენზია ამ ტერიტორიასთან დაკავშირებით, რითი დასტურდება, რომ 7 ოჯახის საკუთრებას წარმოადგენს დაახლოებით 3 ჰექტარი მიწა? მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ორიოდე დღის წინ ჩვენთვის გახდა ცნობილი, რომ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ეს 3 ჰექტარი, რომელიც 7 ოჯახის საკუთრებაა, გამოიტანა ტენდერი გამოაცხადა ერთი სიტყვით და აქ აპირებს სპორტული კომპლექსის მშენებლობას. 7-თავე ოჯახს ჩვენ ხელთ გვაქვს დოკუმენტები, რომლებსაც 2000 წლიდან მოყოლებული, დღესაც რეესტრში გვაქვს, ანუ რეგისტრაცია წარმოებული და შეწყვეტილი არ არის პროცესი. ჩვენ ასევე ამ 7 ოჯახმა მოვიძიეთ ჩვენ ფინანსებით არქიტექტორები ავიყვანეთ, დაუხაზეთ პროექტი და აქ გვინდოდა რომ შემდეგ შემოგვეყვანა ინვესტორი, რომელიც ააშენებდა კომპლექსებს და 200-ზე მეტ ოჯახს ასე რომ ვთქვა დაასაქმებდა. რომელიც ჯობია აქ იყოს სტადიონი, რომელიც არაფრის მომცემი არაა თუ აქ იყოს მშენებლობები, რომელიც დაასაქმებს 200-ზე მეტ ოჯახს. რო არ იყოს ქობულეთში სტადიონი, საფეხბურთო სტადიონი, კი ბატონო, მაგრამ 10-ზე მეტი სტადიონია ქობულეთში და რატო უნდათ მაინდამაც რომ ამ ტერიტორიებზე მოაწყონეს სტადიონები? თუმცა მშენებლობა სხვა ტიპის პრობლემა არის. თქვენ მთავარი პრობლემა გაქვთ ახლა ის, რომ ტერიტორია რაზეც უნდა დაიწყოს ამ პროექტის განხორციელება, როგორც თავად ამბობთ, გეკუთვნით თქვენ. საუბარია 7 ოჯახზე. რითი დასტურდება ეს, რომ მაგალითად სახელმწიფოს არ არის ეს ტერიტორია და წარმოადგენს თქვენ საკუთრებას? ჩვენ გვაქვთ ხელთ საარქივო დოკუმენტაცია, რომელიც ერთ-ერთში ადასტურებს ამ ტერიტორიების პატრონობას, რომ ეს ტერიტორიები გვეკუთვნოდა ჩვენ და ამის გარდა დღეს არ გავხსენებია ჩვენ რომ ეს ტერიტორიები იყო ჩვენი 2000 წლიდან მოყოლებული, მის გაფორმებას ვცდილობდით, მაგრამ როგორც ხედავთ, ახლა გამოჩნდა ფაქტები, რომ ხელს გვიშლიდან, ხელოვნურად გვიშლიდან ხელს, რომ ეს ტერიტორიები ჩვენ საკუთრებაში არ გადმოსულიყო და ყველაზე მეტად ვისაწყობდა ეს ტერიტორიები, რომ ჩვენზე არ გადმოსულიყო, ყველა კარგად ხდება. ანუ მამა-პაპის სეულ საკუთრებას წარმოადგენდა, წლების წინ ამუშავებდით და რეგისტრაცია ვერ მოახდინეთ. სწორად გავიგე? ზუსტად ეგრე იყო. 2003 თუ 4 წელი იყო, როდესაც აქ ღობვარო დავიწყეთ, მართულხლათები მოგვიშალეს, შემოგვესიენ, აქედან ასე რომ ვთქვათ, უხეშად გაგურეკეს, ჯარიმები დაგვაწერეს და მის შემდეგ არ გვაძლევდნენ აქ ერთი ბოძის დასობის უფლებასაც კი. რა აფერხებს ამ ტერიტორიების გაფორმებას, საკუთრებაში აღიარებას თქვენი აზრით? რატომ გაჭიანურდა ეს პროცესი? იმიტომ გაჭიანურდა, რომ ვიღაცას თვალი ჰქონდა ამ ტერიტორიებზე დადგმული და დღეს გამოჩნდა ყველაფერი ფაქტის სახეზეა, რომ ამიტომ არ ფორმდებოდა ეს ტერიტორიები. ყველა ადამიანმა, უამრავმა ადამიანმა ამ მიწის სისტემურ რეგისტრაციის ისარგებლეს და გაიფორმეს და ეს ტერიტორიები არ გადმოგვცეს საკუთრებაში. ალბათ წინასწარ ჰქონდათ დადგმული ამ თვალი ამ ტერიტორიებზე. გაქვთ რაიმე ვარაუდი, ვის ინტერესებს შეიძლება ემსახურებოდეს ეს გადაწყვეტილება? კი, ჩვენ გვაქვს გონივრული ეჭვი და ვარაუდი, რომ ეს ტერიტორიები სურს ერთ-ერთ ასე რომ ვთქვათ ოცნების დეპუტატს, რომ თავისთვის მოიწყოს აქ სტადიონი და ამ ტერიტორიების უკანა მხარეს აქვს თავისი რეზიდენციები, ასე რომ ვთქვათ, მოწყობილი. ვის გულისხმობთ? ეს მე ჩვენი ფიქრით და ვარაუდით გიაჭყონიაზეა საუბარი.
ანუ აქვე ვისაც აქვს კომპლექსი, სასტუმრო კომპლექსი, ფიქრობთ რომ მომიჯნავე ტერიტორია მას სურს რომ იყოს გასართობი კომპლექსი და არა აქ სხვა ტიპის მშენებლობა, ამას გულისხმობთ. ჩვენ ამ ზუსტად ამაზე მინდა ვისაუბრო. სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ნაციონალური მოძრაობა როდესაც სათავეში იყო, მაშინაც შემოიყვანა აქ ბულდოზერი და ამ ტერიტორიების გაწმენდა უნდოდა და მე მამაჩემთან ერთად და ორი ჩვენი აქ მესაკუთრესთან ერთად მივედით ოჯახში და გადაათქვა მაშინ. ხო ხტები, ეხლა გადაპორტირდა ოცნებაში და იგივეს აგძელებს და ესე არ გამოვა რა. ჩვენ ამ მიწებს მაგას არ დაუთმობთ და ქობულეთი მაგას მისი ბახჩა და მისი ბოსტანი ნუგონია რა. ეს მინდა რომ კარგად იცოდეს, რომ ჩვენ ამასე არ დაუთმობთ. გასაგებია, მადლობა, სხვებსაც მოусმინოთ. მოგესალმებით ბატონო, პირდაპირ ეთერში ვართ. გითხარით, რითი შეიძლება დადასტურდეს, რომ ეს ტერიტორიების ნაწილი წარმოადგენს კერძოდ თქვენი ოჯახის საკუთრებას? ამ დაკვეთში მე გავიზარდე და ჩემი წინაპარმა აქ მიცასულო. მეტი რა გავაკეთოთ ახლა? თუ არ მომცემ, მან თუ მენახი დარგო, მე შემეძლია ამის დარგვა, ხო? გლეხს თუ არ დამაკმაყოფილებ და არ მომცემ, მაი სტადიონი აქედან 2 კილომეტრში არის მიგდებული. 300 მეტრიანი სტადიონი და ის გააკეთონ და იქ ითამაშონ, მაი ფეხბურთი რა, ჩემს მიწაში მომადგენ აქანე. და ამდენი სტადიონი ვის რა სჭირდება ქობულეთში? 20 სტადიონი ვის იგი ხო არაა მართლა ბოლოს და რა ტიპის დოკუმენტი გაქვთ, რითაც შეძლებთ თქვენ დაადასტუროთ, რომ ეს საკუთრება არის თქვენი? ძველი მამაპაპისეული საბუთები. ანუ საარქივო დოკუმენტაციას გულისხმობთ. კი ბატონო. რატომ ვერ მოახერხეთ აღიარება, გაფორმება ამ არ დროს? ვიფორმებენ რა გავაკეთოთ. რა იყო ხელშემშლელი? არაფერი. უარს არ მეუბნება და არც მიფორმებს. უარს მეუბნება და არც მიფორმებს. არ ვიცი ვერაფერს მე ვერ გადავწყვეტ. ფაქტი გამოჩნდა. გასაგებია, მადლობა. მოგესალმებით, ქალბატონო, პირდაპირ ეთერში ვართ. გითხარით, თქვენ დაახლოებით რა ტერიტორიაზე გაქვთ ინტერესი, ასე ვთქვათ, ფიქრობთ რომ თქვენი საკუთრებას წარმოადგენს და რა ტიპის დოკუმენტი გაქვთ, რითაც შეძლებთ თქვენ თუნდაც სასამართლოს წესით, რომ დაადასტუროთ ნამდვილად თქვენ საკუთრებას წარმოადგენს ეს ტერიტორია? საარქივო იმიდან გვაქვს ჩვენ საბუთები, ნახაზებიც გვაქვს 2000 წლიდან დაწყებული, ჩვენ ამ ტერიტორიებთან დაკავშირებით ბრძოლობთ. იყო ერთი პერიოდი გაჩერებული, თითქოს გაფორმება არ არის, ჯერჯერობით გაჩერებულიაო. მე ისევ რაღაცა საბუთები მოგთხოვეს, ის საბუთები შევიტანეთ. ეხლა გაფორმდებაო, პასუხი ეგეთი იყო და დღემდე მოვედით ისე რომ გაფორმება არ ხდება. რატომ გაჭიანურდა თქვენი აზრით ეს პროცესი? არ ვიცი, ალბათ ვიღაც ხელოვნურად აკეთებს ამას. ვინ შეიძლება იყოს? ნუ არის დაინტერესებული პირი, ჯერჯერობით მე არ მინდა რომ თქვა. გამოჩდება. ტენდერი გამოცხადებულია და შედეგებს დავინახოთ. რას აპირებთ ახლა სამომავლოდ? ხედავთ რომ დაიგეგმა აქ სპორტული კომპლექსის მშენებლობა, სახელმწიფოს უკვე ტენდერი აქვს გამოცხადებული და თქვენ სამომავლოდ ჩვენ სხვა გზას არ გვიტოვებენ. გარდა იმისა, რომ აქცია გავაკეთოთ და ვიბრძოლოთ ბოლომდე, იმიტომ რომ ეს ჩვენ მამაპაპისეული ტერიტორიებია და არ ვაპირებთ ასე ადვილად დათმობას, იმიტომ რომ მართლა წლების განმავლობაში აქ დავდივართ და გვინდა გაფორმება და არაფერი შედეგი, არაფერი არ არის ჯერჯერობით. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ჩვენ მთავრობის მეთაური ზურაბ პატარაძე ბატონი ყურადღებას გამოიჩენს ჩვენს მიმართ და იქნებ საკეთილდღეოდ დასრულდეს ეს ყველაფერი. ეს არის უბრალოდ ეხლა შეხსენება იმისა, რომ დასაწყისში ესეთი პატარა აქცია გავაკეთოთ და იმედი არ დაგვჭირდება დიდი აქციები და არ გადავა დიდ აქციებზე. მანამდე გქონდათ ვინმესთან კომუნიკაცია მთავრობის წარმომადგენლებთან, იცით მათი პოზიცია რა არის? ჯერჯერობით არა, უბრალოდ დაპირება იყო, რომ უკვე გაფორმდება სადაცა დღეზე წუთი-წუთზე ველოდებოდით გაფორმებას, მაგრამ შედეგი ჯერჯერობით არ ჩანს. განაცხადები ყველაფერი გვაქვს, არქივიდან ამონაწერებიც, ძველი მამაპაპისეული საბუთებიც გვაქვს და შეგვიძლია წარვადგინოთ. გასაგებია, მადლობა. მოგესალმებით, ქალბატონო, გითხარით, თქვენ რა ტიპის დოკუმენტაცია გაგაჩნიათ, რითაც დაადასტურდება, რომ თქვენ აქ მე ტენდერი გაუქმდეს. მე აქ სტადიონი ჩვენ აქ არ გვინდა. სტადიონი არის რობოყვაჩი იმხელა სტადიონი. ადგილი თუ ვინც რომ ბრძოლობს მე სტადიონიზა უნდა ეს ადგილი თვითონ მას ექნება რაღაცა მისი საკუთრება მიწა და გააკეთოს სტადიონი. ეს გვინდა ჩვენი საკუთრება ჩვენ. თქვენ ამუშავებდით წლების წინ ამ ტერიტორიებს სარგებლობ. ამუშავებდნენ და იმაშობოდნენ უფროსები, აბა რა მისი თქმა მოსულა. ამუშავებდნენ. რატომ ვერ მოახერხეთ დღემდე გაფორმება? ვითხრა, ნუ მე გაფორმება იქნება, გაგიფორმებთ ყველაფერი და ველოდებოდეთ ყველაფერი დღე. არა სტადიონს ველოდებოდით ჩვენ. გავხდეს მაიგი. სტენდერი. გასაგებია, მადლობა.
მოგესალმებით ბატონო, გითხარით აბა თქვენ რითი შეძლებთ დადასტურებას, რომ ეს ტერიტორია თქვენ საკუთრებას წარმოადგენს და რატომ გახდა პრობლემა ამ დრომდე, რომ მოგეხდინათ საკუთრებაში აღიარება? ეს ტერიტორია წლების მანძილზე ჩემს წინაპრებს ეკუთვნოდა და მე 2008 წელს რო დაიწყეს რა ქვია მიწის თვითდაგებულის რეგისტრაცია, იქიდან ერთი 8 ჯერ მაქვს შეტანილი დოკუმენტაცია მომზადებული, ნახაზები თავიდან ყოველთვის იყო დაპირება, რომ დღეს გაფორმდება, ხვალ გაფორმდება, უარია, არც ერთ განცხადებაზე, ჩვენ განცხადებაზე არ მოსულა. მე პირადად ვიყავი გიაჭყონიასთან, მოპირდაპირე მხარეც ვენახი გააჩნია. გიაჭყონია მაშინ დათმო ეს ტერიტორია, მაგრამ ახლა ისევ ჩდება გიაჭყონია და უნდა სტადიონის გაკეთება. ჩვენ მამაბაბის მიწას უნდა დავანებოთ თავი, ვერ ვისარგებლოთ, იმიტომ რომ გიაჭყონია მააშენოს სტადიონი. ან ფიქრობ, გულისხმობთ ქართული ოცნების დეპუტატზე, წარმომადგენელზე, რომელსაც თქვენი აზრით აქვს ინტერესი ამ ტერიტორიაზე. ბატონო, თავის დროზე ის იყო ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი წარმომადგენელი, რომელსაც მჭიდრო კავშირი ჰქონდა მაშინ ხელისუფლებასთან და თავისუფლად შეძლო ჩუმად გამოეცხადება ტენდერი და დღეს ხედავთ აგერ ვაინახია გაშენებული იმ ტენდერი. ახლა ისე მიორდება ისტორია. გამოაცხადნენ ტენდერს, მოიგებს გიაჭყონია და ჩვენ რომელიც მიწაც წინაპრების მიწაა და ჩვენ გვეკვდის სხალაძეების გვარს დაგვართმევენ თავისუფლად. ჩვენ არ დავთვალთ ასე. სასამართლოს წესით აპირებთ რომ იდავოთ. ჯერ ეს არის გამაფრთხილებელი აქცია, მე რა თქმა უნდა უფრო მასშტაბური იქნება, აქცია იქნება და რა თქმა უნდა ჩვენ მე სასამართლოსაც მიმართავთ. ძალიან ჩვენ ვითხოვთ ამ უკანონო ტენდერის გაუქმებას. ან ტენდერი რითაც უნდა აშენდეს აქ სპორტული კომპლექსი, ამას გულისხმობ. ანუ ამ პროცესის შეჩერებას ითხოვთ ამ ეტაპზე და შემდგომ უკვე ჩვენ გვაქვს პროექტი და გამზადებული, რომელსაც აშენდება საცხოვრებელ სახლი და რომელსაც აკმაყოფილება ჩვენი 7 ოჯახი და მისი შთამომავლობაც. ასაკებია, მადლობა. თქვენც გითხარით ხალბატონო, რას ფიქრობთ თქვენ ამ პროცესთან დაკავშირებით, რატომ ვერ შეძელით ამ ტერიტორიების საკუთრებაში აღიარება? პროექტთან დაკავშირებით ვითხოვ რომ გაუქმდეს ტენდერი და ჩვენი მამაპაპური მიწები ჩვენ გაგვიფორმდეთ და დაგვიკანონო. რატომ ვერ მოახერხეთ დღემდე? რა იყო ხელშემშლელი ფაქტორი? ხელშემშლელი იყო უნდა რომ რაღაცა გაეკეთებიან და რა ვიცი, ყველაფერს ითხოვენ და ყველაფერზე წართვევას აკეთებენ და რა ვიცი. აი რა ტიპის დოკუმენტი გაქვთ, რითაც დაამტკიცებთ, რომ წლების წინ ეს თქვენ საკუთრება წარმოადგენს? დოკუმენტები ამჟამად არ არის გამოსაჩენი, მაგრამ დავამტკიცებთ მაგასაც. აუცილებლად. ასაგებია, მადლობა. მე მაყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ ვიმყოფებით ქობულეთის მუნიციპალიტეტში, კერძოდ ემტესის დასახლებაში, სადაც ადგილობრივების თქმით, ეს ტერიტორია დაახლოებით 3 ჰექტარზე არის საუბარი, წარმოადგენს 7 ოჯახის საკუთრებას და ამ ტერიტორიაზე სახელმწიფომ გადაწყვიტა სპორტული კომპლექსის მშენებლობა, რასაც ისინი ეწინააღმდეგებიან და ფიქრობენ, რომ ამას სამართლებრივი დავა დაიწყება ამ საქმეზე. მოგესალმებით ბატონო, გითხარით აბა თქვენ რას ითხოვთ და რატომ ფიქრობთ რომ სახელმწიფო ამ შემთხვევაში თქვენ საკუთრებას გართმევთ? 10 წელიწადზე მეტია დავობთ, შეგვაქვს საბუთები, ჩვენ არ გვიფორმებენ და აფორმებენ ვიღაცა იმაზე რომ ვისაც თუ შეიძლება მაგალითად ქვევიდან თუ დარიგდა მიწები და გლეხობას მიეცა, აი ეს რას აკეთებს? აგერ ყურძენი რომ დარგა მაგალითად ადამიანმა იჯარით ხომ დაღებული, ეხლა როგორც გავიგეთ, უკვე კერძო საკუთრებაში აქვს. იჯარითაც არ მოგცენ, რამეთა საერთოდ სახელმწიფო ვაფშე არ შეხედა გლეხობას, რომ რამეზე მოგვესარგებელია ეს მიწა-წყალი ჩვენ. ქონდათ ვინმესთან კონტაქტი, რა პოზიცია აქვთ, მათ რატომ ვერ მოახერხეთ რეგისტრაცია დღემდე? არ ვიცი, საბუთები აგერ არის შეგვაქვს, უარს გვეუბნებიან, შევტანთ კიდევ უარი და რამდენი რა ვიცი მე რა უნდებიან. ბოლოს ერთი მოწერა მომწერენ რომ ამდენი გექტარია აითვის ეყოლა და რა საკეთებ გადმოგვეცი. ახლა მე 4-5 გექტარს ხომ ვერ ევითვის,ებდი, რას მაქვს 2000 თუ 3000 ევითვის,ებდი იმას და დავრგავდი მაგალითად
ხეხილი იქნებოდა თუ რაღაცა ბაღს გავაშენებია რა და ანდა რაც ხასე მათ მომთხოვდნენ იმას გავაკეთებდნენ. ასაგებია, მადლობა თქვენი მოსაზრებისთვის. მოგესალმებით ბატონო, დაგველაპარაკებით ვინ შეძლებს კიდევ რომ მოკლედ ასეთი არის აქ მყოფი ადამიანების სათქმელი თქვენ ისმენთ პირდაპირ ეთერში მათი თქმით ისინი აპირებენ რომ საკუთარი უფლებები დაიცვან და სახელმწიფო აიძულონ იმაზე რომ მათი მამაპაპისეული ტერიტორიების გაფორმება მოხდეს. მოგესალმებით ქალბატონო, გითხარით აბა თქვენ რა ტერიტორიაზე არის საუბარი, რით შეიძლება დადასტურდეს რომ თქვენი ოჯახი საკუთრებას წარმოადგენს? ნუ 2008 წლიდან მე მაქვს შეტანილი განცხადება და გაფორმებაზე მტირდებოდნენ, დღეს იქნება, ხვალ იქნება, დღემდე ველოდები, დღემდე პასუხს ველოდები, უკვე პიქსზე იყო მიყვანილი. არანაირი სტადიონი გაუქმდეს ეს ხელშლის დაგვია. ტენდერი. ვისი ინტერესები შეიძლება იკვეთებოდეს ამ შემთხვევაში თქვენ რა ვარაუდობთ? მე რა ვიცი ახლა ალბათ ზოგიერთი თქვენგანი საუბრობს გიორგი ჭყონიას ინტერესებზე, რადგან მას ამ ტერიტორიაზე აქვს საკუთრება, სასტუმრო კომპლექსი, ვენახი აქვს ასევე გაშენებული. მე როგორც ინფორმაცია მივიღეთ, დღეს მივიცე გიორგი ჭყონიას აქვს ტენდერი მოგებული აქ. ხო, ეს სახელმწიფოს აქვს გამოცხადებული, თუმცა შესაძლოა იკვეთებოდეს, თუმცა ამას დადასტურება ჭირდება ცხადია. მადლობა თქვენი პოზიციისთვის. ბოლოს შეჯამებისთვის ვიტყვი, რომ ვიმყოფებით ქობულეთის მუნიციპალიტეტში, კერძოდ MTS-ის დასახლებაში, სადაც დაახლოებით 3 ჰექტარამდე ტერიტორიაზე არის საუბარი და 7 ოჯახი ირწმუნება, რომ ეს ტერიტორია წლების წინ მათ საკუთრებას წარმოადგენდა. მამაპაპისეული საკუთრება არის ეს მიწა და ამ წლების განმავლობაში არაერთხელ მიმართეს საჯარო რეესტრს საკუთრების უფლების აღიარების მოპოვების მიზნით, თუმცა მიწების რეგისტრაცია ვერ მოახერხეს. ორი ხელისუფლების პირობებში მათ საკუთრების აღდგენა ვერ შეძლეს და ახლა გაიგეს, რომ ამ ტერიტორიაზე იგეგმება სპორტული კომპლექსის მშენებლობა. შესაბამისი ტენდერი უკვე გამოცხადებული არის და წესით ტენდერის შემდგომ უნდა დაიწყოს აქ სამშენებლო პროცესი, რასაც როგორც თავად ამბობენ, შეეწინააღმდეგებიან. პარალელურად მათ აქვთ ეჭვი იმისა, რომ შესაძლოა აქ ამ ტერიტორიის ინტერესი ჰქონდეს დეპუტატ გიორგი ჭყონიას, რომელსაც აქვე გვერდით აქვს სასტუმრო კომპლექსი, ვაზი არის გაშენებული და მოკლედ ტურისტული თვალსაზრისით ეს არის მნიშვნელოვანი ლოკაცია. და აქ მცხოვრებლებს აქვთ ვარაუდი, რომ დიდი ალბათობით ჭყონიას სურს, რომ ამ ტერიტორიაზე აშენდეს სპორტული კომპლექსი და მას შესაძლოა არ აწყობდეს აქ ინვესტიციის განხორციელება, რადგან თავიდანვე ცდილობს, როგორც აქ მცხოვრებლები ამბობენ, კონკურენცია გააქროს. ჩვენ ცხადია, თუ ექნება მაგალითად გიორგი ჭყონიას ან მის კომპანიას სურვილი, ასევე ქობულეთის მერიას აჭარის მთავრობას, მოკლედ დაინტერესებულ მხარეებს, რომლებიც იყო ნახსენები ამ პირდაპირ ეთერში, ჩვენ მზად ვართ მოვუსმინოთ, მათი პოზიციაც გავაცნოთ ჩვენს აუდიტორიას, იმ შემთხვევაში თუ ისინი დაგვიკავშირდებიან, ცხადია, იმავე წუთს მზად ვართ, რომ მათი პოზიციაც მოვისმინოთ და ცხადია ჩვენს გვექნება მათთან კითხვები. მადლობა რომ გვიყურებთ, მადლობა რომ გვენდობით, ეს იყო აჭარა ტაიმსის პირდაპირ ეთერი. გემშვიდობებით, თქვენ კი გირჩევთ, გააზიარეთ პირდაპირ ეთერი, რათა უფრო მეტ ადამიანს კონდეს წვდომა იმისა, გაიგოს რა ხდება რეგიონში. გემშვიდობებით ნახვამდის.